ნახეთ, სხვა არის სიტყვის მოქმედი და სხვა არის სიტყვა ლამაზი. საგანთა შემეცნების გარეშე სიბრძნე ლამაზად მეტყველებს, საუბრობს ჭეშმარიტის შესახებ ისე, რომ არ იცის იგი. ანუ ეს სილამაზე, გარეგანი სილამაზე არაფერს ნიშნავს. ეს არ არის შემოქმედება. სიტყვის შემოქმედი სხვა არის სიტყვის შემოქმედი, სხვა არის ლამაზის სიტყვა. საგანთა სიღრმის შემეცნების გარეშე ეს სიბრძნე ლამაზად კი მეტყველებს და საუბრობს ჭეშმარიტების შესახებ. ისე რომ არ იცის იგი, განმარტავს სათნოებებს, თუმცა გამოცდილებით არ შეუცვნია ისინი, ხოლო შემოქმედებითი სიტყვა იმედის საუნჯია, ხოლო შემოქმედებითობით დაუმტკიცებელი სიბრძნე შერცხვენის წინაპირობაა. დაუმტკიცებელი, ან როცა შენ გამოცდილება არ აქვს შემოქმედებითი ბრძოლისა და ამ ბრძოლით თუ არ გახსნილა შენთვის ეს და შეგიგზუნია ეს სათნოება, სხვას რო ასწავლი, ეს არის შენი შერცხვენის წინაპირობა. ეს ეხება იმათ, ვინც გუშინ მოვიდნენ ეკლესიაში და იმ წამსვე მისიონერობას წადიათ. იმ წამსვე წადიათ ვიღაცას ასწავლონ, ვიღაცას გადასცენ, ვიღაცას უთხრან, პირდაპირ ინტერნეტის საშუალებით და ასე შემდეგ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ დაგაკავოთ, იმიტომ რომ ჩვენ სექტანტები არა ვართ. რაღაცა ერთ-ერთ ფრაზას რო დაიზეპირებენ და მერე დადიან და 1000 ხალხს ტვინს ურევენ. ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, მართლმადიდებელი ქრისტიანს სხვა გონიერება აქვს, სხვა სიბრძნე აქვს და სხვა სიღრმე აქვს. ჯერ შენმა გულმა უნდა განიცადოს, შენ უნდა მიიღო ეს გამოცდილება, მრავალი ტკივილით, მრავალი ჭირით, მრავალი განსასწრებით, მრავალი გამოცდით, წლები უნდა გავიდეს, რომ მე შეძლო, რომ შენ გადასცე სხვა და გადასცე არა აზრი, არა ლამაზი სიტყვა, არამედ ცეცხლი, რომელიც შენში თუ არ არის, სხვას ვერ გადასცენ და მოხდება დესაკრალიზირება ღვთის სიტყვისა და იქნები შენი თავის შემარცხვენელის და უფლისა.